მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დამწყებო პრაქტიკოსებო. ეს ფორმულა, ეს რუნული სკრიპტი გამოადგება მათ, ვისაც აქვს ფინანსური კრიზისი და მათი ფინანსები არის გარკვეულწილად გაყინული. მაშას წერთ ჩვენს სახელი გვარი, დაბადების თარიღი, მხოლოდ ციფრებით. შემდეგ ზემოდან რუნა ტურისაზი ანგრევს კრიზისს, ამ კრიზისის მიზეზებს, ისა თავად გაყინული პროცესი, რომელიც ღვება ტურისაზით, დაგაზი, ტრანსფორმაცია, გადავყავართ ახალ და უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში, ფეხი, თავად ფული, შემოსავალი, ფინანსური ენერგიების მოძრაობა, იერა, სტაბილურობა, ციკლურობა და რეზულტატი, შედეგი. ამ ფორმულის აქტივაცია აუცილებლად კეთდება ცეცხლის ტიქით, ვააქტიურებთ ცეცხლის ტიქით, რადგან ვადნობთ გაყინულ პროცესებს. მოიხმარეთ კეთილად, გისურვებთ ფინანსურ კეთილდღეობას. და ბოლოს ერთ კონკრეტულ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ვიდეოზე იყო კომენტარი ადამიანის, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი კოლეგა მივესალმები და ძალიან მიხარია. მან თქვა, მე სისხლით ვააქტიურებ, ასე უფრო ძლიერად მუშაობს. კი ბატონო, ვეთანხმები, სისხლით უფრო ძლიერად მუშაობს გრაფიკული მაგია, მაგრამ სისხლით არ ხდება აქტივაცია, ანუ თავად პროცესის გაშვება. სისხლით არ ხდება ენერგიის ამუშავება. სისხლი აკეთებს ერთ რამეს, ოპერატორის იდენტიფიკაციას, ფორმულაზე და რიტუალზე მიბმას. ანუ ვინ არის ფორმულის მფლობელი, ვის ემორჩილება ეს კონკრეტული ენერგიები. ფორმულა შეიძლება იყოს სისხლით მიბმული, მაგრამ საერთოდ არ იყოს გააქტიურებული, ანუ არ იყოს აქტიური. სანამ არ გააქტიურდება 4 სტიქით, ან მე-5 სტიქით, ანუ ჩვენი სუნთქვით, ეთერით, ხო? მე-5 სტიქია გვაქვს ეთერი, რო გასწავლით ჩვენი სუნთქვით გააქტიურებას, ეს არის ეთერით გააქტიურება. სამწუხაროდ ბევრს ეშლება და გონია სისხლით, რადგან სითხეა, ეს იგი ესაა წყლის სტიქით გააქტიურება. ეს ცნება არასწორია. სისხლით ან ნერწყვის გამოყენება კი აძლიერებს ფორმულას, რადგან აღარ იხარჯება ზედმეტი დრო და ენერგია ოპერატორის იდენტიფიკაციაში და მარტივად ხდება რიტუალის ფორმულის მიბმა ადამიანზე. შესაბამისად ვიღებთ უფრო სწრაფ და ძლიერ შედეგს. ეს არის და ეს. ამ ფორმულის დეაქტივაცია და ზოგადად ფორმულების დეაქტივაცია ხდება დაწვით და ჰაერში ფერფლით გაფარჯვით. თუ გნებავთ მაინც და მაინც იდენტიფიკაცია და დნმ-ით მიბმა, შეგვიძლია, თუ გინდათ სისხლი გამოიყენეთ, მაგრამ დამწყებებს რატომღაც არ მოსწონთ ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ ასე ცერათით დაისველოთ და უბრალოდ გადაუსვათ ფორმულაზე. ეს იქნება თქვენი მიბმა და თქვენი იდენტიფიკაცია. გისურვებთ წარმატებას.